მოკლედ გავაგრძელებ იმავე თავში მოცემულ ინფორმაციით ამონარიდს შემდეგს უაღრესად ღრმა ინფორმაციაა გადმოცემული, ამიტომ ყველაფერი ერთ ვიდეოში არ ჩაეტევა, ვისაც გაქვთ უკვე ჩემი თარგმნილი PDF-ები, გილოცავთ, უმნიშვნელოვანესი რაღაც გიჭირავთ ხელში. ერთბაშად შეეჭიდო ამ ინფორმაციას მესმის, რომ არ გამოგივათ, თუმცა ვინც ამას ახერხებს და მოწადინებულია ამისათვის სასიხარულოა ფრიად და ვინც ყოველდღიურად მოკლედ ვერ ახერხებს, რომ დაჯდეს და წაიკითხოს, მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება ეს ვიდეოები, რასაც მე ვაკეთებ. ასე რომ გავაგრძელებ შემდეგ სული, რომელიც ბუნებით უხილავია, მისი გარჩევა მხოლოდ მისი სხეულის ან სხეულების არსებობით შეიძლება. სხეულის არსებობაც კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი არსებობა შეუსრულებელი სურვილების წყალობით არის შესაძლებელი. Hello again, ანუ შეუსრულებელი სურვილები გვაქვს და მოვედით ფიზიკურობაში იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რომელი არის ეს შეუსრულებელი სურვილი, გავაცნობიეროთ საკუთარი თავი, დავეხმაროთ საკუთარ თავს და პარალელურად აქედან გამომდინარე ვეხმარებით დედამიწას, სამყაროს, ცნობიერებას. ხოდა, სანამ ადამიანის სული 1, 2 ან 3 სხეულის კონტეინერშია მოთავსებული, ჭიდროდ დალუქული უმეცრებისა და სურვილების საცობებით მას არ შეუძლია სამშვინველის ზღვასთან შერწყმა. Spirit ესეთი სიტყვა არის, ანუ სამშვინველი ყველაზე მეტად მე მგონი შეესაბამება ქართულ თარგმანში. თუმცა მაინც ისეთია სამშვინველს, ანუ ესე ყოველდღიურად ავიყენებთ ამ სამშვინველს, როგორც ასეთი სიტყვას. თუმცა თარგმანი ეს არის. სამშვინველის ზღვასთან შერწყმა. როდესაც უხეში ფიზიკური სათავსო სიკვდილის ჩაქურჩით განადგურდება, დანარჩენი ორი საფარი, ასტრალური და კაუზალური. კაუზალურში იგულისხმება მიზეზობრივი სხეული რა, მაგასაც ეგრეც მოვიხსენიებთ, შეგხვდებათ ხოლმე სადღაც ეგრე. კვლავ რჩება, რათა ხელი შეუშალოს სულს შეგნებულად შეუერთდეს ყოვლის შემძლე სიცოცხლეს. როდესაც სურვილების უქონლობა სიბრძნით მიიღწევა, მისი ძალა შლის დარჩენილ ორ ჭურჭელს. აწაწინა ადამიანის სული საბოლოოდ თავისუფლდება, ის ერთიანდება განუზომელ ამპლიტუდასთან. სურვილების უქონლობაც სწორად გვაქვს გასაგები, იმიტომ რომ სხვადასხვა სწავლებებში, სადაც გვიწერია და გვეუბნებიან და გვასწავლიან, რომ სურვილებისგან განთავისუფლდითო არ ნიშნავს სურვილების დათრგუნვას და ასე შემდგომ სურვილების შემეცნება, მოკლედ რომელი არის ჩემი კონკრეტული სურვილი რა, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა, მოკლედ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩავუღრმავდეთ რა მაგას, რომ სურვილი მაგალითად ფიზიკურობაში, მატერიაში რომელიღაცა სტატუსის მოპოვება, რაღაც ნივთების საგნების მოპოვება და ასე შემდგომ რა, მრავალი, და არა მარტო მატერიალური ფიზიკური საგანი, არამედ ფსიქოლოგიურად, ხო, ანუ ფსიქოლოგიური სურვილებიც გაგვაჩნია და ამას რაღაცა სჭირდება. რომ გავიგოთ სათავე სად არის, იმიტომ რომ თუ მიზეზს დავადგენთ, ჩვენ ფაქტობრივად მაგ სურვილებისაგან ასე თავისუფლდებით რა, საიდან მოდის
სათავე სად აქვს, თუ მივაგენით, შედეგს ვცვლით, ანუ ვცვლით წარსულს და ასე შემდეგ, მოკლედ თქვენს ბევრი რამე გეცოდინებათ ამის შესახებ. ხო და მე ამბობს, რომ იოგანანდა მეტი სინათლე მოეფინა ამ მაღალ და იდუმალ კაუზალურ სამყაროზე 4-ვე ორში იკვდებს და აგრძელებს, რომ მიზოზობრივი სამყარო აღუწერლად ფაქიზია. ამის გასაგებად ადამიანს უნდა ჰქონდეს კონცენტრაციის ისეთი უზარმაზარი უნარი, რომ შეძლოს თვალების დახუჭვა და ასტრალური და ფიზიკური კოსმოსის მთელი მათი უსასრულობით წარმოდგენა. მანათობელი ბუშტი მყარი კალათით, როგორც მხოლოდ იდეებში არსებული. თუ ამ ზებუნებრივი კონცენტრაციით ადამიანს შეძლებდა ორი კოსმოსის მათი ყველა სირთული სუფთა იდეებად გარდაქმნასთან განდაჭრას, მაშინ ის მიაღწევდა კაუზალურ სამყაროს და დადგებოდა გონებასა და მატერიას შორის შერწყმის საზღვარზე. იქ ყველა შექმნილ არსებას მყარი თხევადი აირადი, ელექტროენერგია, ენერგია, ყველა არსება, ღმერთები, ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, ბაქტერიები აღიქვამენ როგორც ცნობიერების ფორმებს, ისევე როგორც ადამიანს შეუძლია თვალები დახუჭოს და გააცნობიეროს, რომ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული უხილავია მისი ფიზიკური თვალებისათვის და წარმოდგენილია მხოლოდ იდეის სახით. რაც კი ადამიანს შეუძლია წარმოსახვაში გააკეთოს, მიზეზობრივ არსებას შეუძლია სინამდვილეში გააკეთოს. ყველაზე კოლოსალურ წარმოსახვით ადამიანურ ინტელექტს მხოლოდ გონებით შეუძლია აზროვნების ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაადგილდეს. გონებაში პლანეტიდან პლანეტაზე ხტუნაობდეს, ან დაუსრულებლად ეშვებოდეს მარტისობის ორმოში, ან რაკეტასავით აიჭრას გალაქტიკის ტილოში, ან პროექტორივით ბრწყინავდეს ირმის ნახტომსა და ვარსკვლავით მოჭედილ სივრცეებში. მაგრამ კაუზალურ სამყაროში მყოფ არსებებს გაცილებით დიდი თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ ძალისხმევის გარეშე გამოხატონ თავიანთი აზრები ყისიერ ობიექტურობაში, ყოველგვარი მატერიალური ან ასტრალური დაბრკოლების ან კალმული შეზღუდვის გარეშე. მიზეზობრივი არსებები აცნობიერებენ, რომ ფიზიკური კოსმოსი ძირითადად ელექტრონებისგან არ არის აგებული და ასტრალური კოსმოსი ლაიქტრონებისგან არ შედგება. სინამდვილეში ორივე შექმნილია ღვთაებრივი აზრის უმცირესი ნაწილაკებისაგან, რომლებიც დაჭრილი და გაყოფილია მაიათი, ფარდობითობის კანონით, რომელიც როგორც ჩანს ერევა ნუმენონს მისი ფენომენებისაგან გამოყოფისთვის. კაუზალურ სამყაროში სულები ერთმანეთს სიხარულით ახსავსეს სულის ინდივიდუალურ წერტილებად აღიქვამენ. მათი აზროვნების ობიექტები ერთადერთი ობიექტებია, რომლებიც მათ გარს აკრავს. კაუზალური არსებები თავიანთ სხეულებსა და აზრებს შორის განსხვავებას უბრალოდ იდეებად ხედავენ. როგორც ადამიანს თვალებით დახუჭვით შეუძლია წარმოიდგინოს კაშკაშა თეთრი შუქი ან მკრთალი ლურჯი ნისლი, ასევე შეუძლია წარმოიდგინოს კაშკაშა თეთრი შუქი ან მკრთალი ლურჯი ნისლი, ასევე მიზეზობრივი არსებებს მხოლოდ აზროვნებით შეუძლიათ დაინახონ, მოისმინონ, იგრძნონ, გასინჯონ ან შეეხონ. ისინი ქმნიან ან ხსნიან ნებისმიერ რამეს კოსმიური გონების ძალით. თან დაიძრა აქ რაღაცები და შეგერგოთ მადლი. როგორც სიკვდილი, ასევე ხელახალი დაბადება კაუზალურ სამყაროში აზროვნებაშია. კაუზალურ სხეულიანი არსებები მხოლოდ მარადიული ახალი ცოდნით, ამბროზიით ნადიმობენ. ისინი სვამენ მშვიდობის წყაროებიდან და ხეტიალობენ აღქმების უკვდავ ნიადაგზე, ბანაობენ ნეტარების ოკეანეში, უსასრულობაში და შეხედეთ, როგორ გადაუვლიან მათი კაშკაშა გონებრივი სხეულები სულის მიერ შექმნილ ტრილიონობით პლანეტას, სამყაროების ახალ ბუშტებს, სიბრძნის ვარსკვლავებს, ოქროსფერი ნისლეულების სპექტრულ სიზმრებს, უსასრულობის ცისფერ წიაღში. ბევრი არსება ათასობით წლის განმავლობაში რჩება კაუზალურ კოსმოსში, უფრო ღრმა ექსტაზებით განთავისუფლებული სული შემდგომ შორდება პატარა კაუზალურ სხეულს და იმოსება კაუზალური კოსმოსის უსასრულობაში. იდეების ყველა ცალკეული მორევები, ძალაუფლების, სიყვარულის, ნების, სიხარულის, სიმშვიდის, ინტუიციის, სიწყნარის თვითკონტროლისა და კონცენტრაციის სპეციფიკური ტალღებით ნება ნეტარების მარადიული სიხარულის ზღვაში. სულს აღარ სჭირდება თავისი სიხარულის განცდა, როგორც ცნობიერების ინდივიდუალური ტალღის.
არამედ ის გაერთიანებულია ერთ კოსმიურ ოკეანეში მისი ყველა ტალღით, მარადიული სიცილით, მღელვარებით, პულსაციით. როდესაც სული სამი სხეულის ჭუბრს ტოვებს, ის სამუდამოდ გაურბის ფარდობითობის კანონს, ანუ მაიას და ხდება აღუწერელი მარადის არსებული. შეხედეთ ყველგან მყოფობის პეპელას, რომლის ფრთების ვარსკვლავებით, მთვარეებითა და მზებითაა ამოტვიფრული. სამშვიდობლად გაფართოებული სული მარტო რჩება უნათო სინათლის, უბნელო სიბნელის, უაზრო ფიქრის სფეროში, თვრალი თავისი სიხარულის ექსტაზით, ღმერთის კოსმიური შექმნის ოცნებაში. თავისუფალი სული წამოვიყვირე აღფრთოვანებულმა, როდესაც სული საბოლოოდ გამოდის სხეულისეული ილუზიების სამი ქილიდან, განაგრძო ოსტატმა, ის ერთიანდება უსასრულობასთან ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე. ქრისტემ ეს საბოლოო თავისუფლება მოიპოვა იესოდ დაბადებამდეც კი. მისი წარსულის სამ ეტაპზე, რაც მის მიწიერ ცხოვრებაში სიმბოლურად სიკვდილისა და აღდგომის სამდღიანი გამოცდილებით იყო წარმოდგენილი, მან სულში სრულად აღდგომის ძალა მოიპოვა. განუვითარებელმა ადამიანმა უნდა გაიაროს უამრავი მიწიერი ასტრალური და კაუზალური ინკარნაცია, რათა გამოვიდეს თავისი სამი სხეულიდან. ოსტატს, რომელიც ამ საბოლოო თავისუფლებას მიაღწევს, შეუძლია აერჩიოს დედამიწაზე დაბრუნება წინასწარმეტყველად, რათა სხვა ადამიანები ღმერთთან დააბრუნოს, ან შემსავით, მას შეუძლია აერჩიოს ასტრალურ კოსმოსში ცხოვრება. იქ მხსნელი იღებს თავის თავზე მაცხოვრებლების კარმის ტვირთის ნაწილს და ამით ეხმარება მათ ასტრალურ კოსმოსში რეინკარნაციის ციკლის დასრულებასა და კაუზალურ სფეროებში სამუდამოდ გადასვლაში. ან გათავისუფლებული სული შეიძლება შევიდეს მიზეზობრივ სამყაროში, რათა დაეხმაროს თავის არსებებს, შეამცირონ თავიანთი ხანგრძლივობა მიზეზობრივ სხეულებში და ამით მიაღწიონ აბსოლუტურ თავისუფლებას. მოდით აქ შევჩერდები და დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა.